რას ვჭამ ქუთაისში ნიკასთან და მამისთან ერთად რესტორან დოლში. მამიმ აქანე ქუთეის ზიაო და მე გაჩვენებთ ყველაზე გემრიელად სად უნდა ჭამოთო. ისეთი ლამაზი გარემო დაგვხვდა, რომ წასვლა აღარ გვინდოდა. ერთი ჭიქა წითელი ღვინო, ცივი ყავა, ტაფის ხაჭაპური, იმერული გობი, ლიზა და ბარი და ნევა განა. ავიღეთ ბოსტნეულის მწვადი და დოლის ქაბაბი. ქაბაბი რა თქმა უნდა ბიჭებმა. ამ ხაჭაპურმა ბავშვობაში გვტყორცნა კი არა, ამოატრიალა მთელი დედამიწა. გავსინჯეთ საფირმო დოლის პური სეზამის მარცვლებით. მამის საყვარელი პურია და მწვანე ტყემალს ძალიან მოუხდა. ვეგეტარიანული დიდი არჩევანი ჰქონდათ, მათ შორის ლობიოს ჰუმუსი. ლობიოს მოყვარულებისთვის 60-ია და იმერული გიგანტური გობი, რომელიც დახუნძლული იყო ფხალეულობით. თავისი ცხელცხელი კეცის მჭადი გებჟალი ყველი და მწვანილი მოყვებოდა. შუაგულში კიტრი პომიდორის სალათი ჰქონდა და მთავარ როლში ჯონჯოლი. ხახვი დიდად არ მიყვარს, მაგრამ მწვანე ხახვზე ვგიჟდები და მამა პაპურად ჩავიფინე. ნიკამ და მამიმ დოლის ხინკალიც გაიზიარეს, არ ვიცი სად ჩაედიათ, მაგრამ მაინც გული რო არ დამწყვეტო და ხინკალზე და მწვადზე ბოსტნეულის მწვადი ჩავახრამუნე. შებოლილი არომატი ჰქონდა და ძალიან წვნიანი იყო. გასაოცარია რომ დესერტის ადგილიც დაგვრჩა, ან არ დაგვრჩა და ჩავიტკეპნეთ. 3 დესერტი ჰქონდათ და 3-ვე ავიღეთ რომ გაგვესინჯა. ყველა ერთმანეთზე უკეთესი აღმოჩნდა.